დღეს ჩვენი საუბარი გარკვეულწილად ხელოვნებას უხდის ხარკზე. შენი საზრით ეს მომადლებული ნიჭია თუ რაღაც თვით განვითარების შედეგად უყალიბდება ადამიანს ეს ნიჭი? ორივე ერთად. პირველ რიგში მომადლებული ნიჭია, მაგრამ ის გამოყენება უნდა, იმის უნდა დამუშავება, ესე პრიმიტიულად ვთქვათ, იმას უნდა შრომა. უშრომელად ის ნიჭის დაშრომდება და ალბათ ისევე ჩვეულებრივი ადამიანის ნიჭად ჩაითვლება თვითონ პროსტო. პირველ ნაბიჯებს გადადგი ხელოვნებაში და ეს ადამიანები, რომლებმაც შენზე გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინეს და დაგაკვალიანეს, ალბათ ხელი შეგაშველეს. ეს დიდი ამბავი. მე თავიდან ვწევავდი სკოლის პერიოდში. პირველი პედაგოგები იყო ჩამოდიოდნენ მოგეხსენებათ სკოლებში და ასწავლდნენ, მაგრამ ყველაზე ძალიან ისე ვინც მე გზაზე დამაყენა და ხელოვნების გემო მაჩვენა ეს არის ჩიტოვე კალაცი. პირველად მაგან გამაცინა სცენაზე. შეგვავდი მეტნაკლებად და მაგან მიპოვა მე რაღაცა დაბოლები ჩაკვდი ხოლმე და მაგრამ გამშალა ხარ კენდი გამომიჩინა ცერზე შემაყენა და იყო მომენტი როცა პატარა როკა ილიკოს უხიშვილისკენ იყო გეზი თითქოს მაგრამ მე შეიცვალე პროფესია ხელოვნებაში რა თქმა უნდა და მუსიკოსობა დავიწყე. ირაკლი, შენ ცხოვრება გარკვეული ეტაპებით მიმდინარეობს და მოდი ეხლა ის პერიოდი გავიხსენოთ, სადაც როცა ყველაზე მეტად შენს ამპლუაში გრძნობდი საკუთარ ამპლუაში თავს. ჩემს ამპლუაში მოგახსენებთ, მე რომ ინსტიტუტში მოვეწყე, მეგონა რომ თითქოს ყველაფერი ვიცოდი. მუსიკასაც ცნობდი უკვე თავს. მივედი პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. მეგონა რომ დავждებოდი და იმ წუთში სოლისტი გავხდებოდი საქსოფონზე. თურმე არაფერი მცოდნია, იქ დიდი მარტო ჩემი კი არა, ალბათ მთელი საქართველოს მუსიკოსების სამსდელი იოსებ ტუღოში, ალბათ მოგახსენებათ. შემოვხედა ალბათ ნიჭი დაინახა, არც იმითი დაციმით არც მოგახსენებათ. ბიჭებმა ნახეს, მომცა ინსტრუმენტი და რაღაც მითითებები მომცა, ღამეებს ვათენებდი. მე იყო გიგი გაჩეჩილაძე კომპოზიტორი, იმას აკეთებდა, პროგრამას აკეთებდა იქ. და უთხარი რომ მე ნოტებს გადავწერ მეთქი. ეს სახში მიმქონდა და ანალიზებს ვუკეთებდი იქ იმას, პარტიტურას, იქ არანჟირების პარტიტურას. ასე ღამეებს ვათენებდი, თან წერდი, თან კიდე ეს ძალიან ისეთი ყველაზე მუსიკაში ყველაზე იაფფასიანი სამუშაოა. ისე პარტიტური და ნოტებზე გადაწერო და დავწერო, მაგრამ მაგას ვაკეთებდი იმის გულისათვის რომ ის პარტიტურა აქტიურად ცოდნოდა. მე მოხდა რომ ასამ ოროველაში მიმიწვიეს ალბათ უკვე შედარებით ჩამოყალიბებული მუსიკოსი და ცოტა კაი ბიჭიც ვიყავი. ხო და იქ იყო უკვე მართლა ამპლუაში შესვლა, რამდენადაც 74 წელში საკავშირო ფესტივალის ლაურეატები გავხდით, მე იქიდან ჩამოვედით, 75 წელში წავედით გემზე მიგვიწვიეს, რომ ფილმი გადაეღოთ. გადაგვიდეს რამოდენიმე ფილმი, სარეკლამო ფილმები, მხოლოდ ჩვენთან ვიცი შემოვიდა თუ არა, ისინი დღესაც ტრიალებს გერმანიაში და რეკლამას უკეთებენ იმ გემს, რომელზეც ჩვენ ვიყავით, მაქსიმ გორკი ქვია სახელი. იქიდან ჩამოსული მე ისევ გავაგრძელე 2-3 წლით ფილარმონიაში, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში, ისევ ოროველაში, ანსამბლში. გავიყავი 78 წელში ჯაზური ფესტივალის ლაურეატი. პალანგაში იყო ესე ახალგაზრდული ხმები, ასე უკეთრავად ეს წინა პერიოდია. მსული მელოდიი ბალტიკი ესეთი ის იყო საკავშირო და უცხოელების პრემიასული იქაც ლაურეატი გავხდით ანსამბლთან ერთად. ამის მერე ისევ წავედით გემზე და იქ უკვე სოფლიოს შემოუვარდა. ამპლუა თქვენ რომ მომახსენებთ შემეგითხეთ, გეტყვით. ყველაზე დიდი ბედნიერება და მაშინ წილად როცა თვითონ ამერიკელ
ჯაზის ვარსკვლავებთან რამოდენიმეჯერ მომიხდა დაკვრა. ჩემს შენის დაკვრა. ეს იყო ალბათ ჩემს ცხოვრებაში უმაღლესი. ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს ირაკლი და შემთთვის რა იყო ეს მსხვერპლი? თუ გქონდა ასეთი და რა იყო? ჩემთვის ყველაზე დიდი მსხვერპლი ალბათ ის იყო, რომ ინსტიტუტი არც დავამთავრე ბოლომდე, იმიტომ რომ მე უკვე ხვდებოდი, რომ ცუდად არ გამიგოთ, რომ ვიტყვი, ჩემგან ინჟინერი არ დადგებოდა, ალბათ დადგებოდა და ისეთი, რომ არც ხაზე ნაკლები, მაგრამ ხელოვნება ვამჯობინე. ჩემი პირველი მსხვერპლი და ბოლო ეგ არის. თქვენი პროფესია ალბათ. დიახ. და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემ ბავშვობის ხობს ვემსახურები დღეს. ალბათ ყველაზე თუ შემეკითხებიან, ბედნიერება რა არისო, მაგას ვიტყოდი. ბედნიერია ის, ვინც თავის საყვარელ პროფესიას ემსახურება. თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტის ჯაზ ორკესტრში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს ირაკლი კალმახელიძე. ამაზე რაც მეტყოდით. 69-12 წლებში თვითონ უკრავდი ორკესტრში. ბოლო პერიოდში უკვე მოგახსენებთ ის არანჟირებები უკვე ავითვისე, მე ჩემი რაღაცების დავამატე და ვაკეთებდი სიმღერებს და მეორე დირიჟორად თვითლებოდი უკვე ბოლოს. მე დავანებე ის პერიოდი, როცა წინ გითხარით ახლა 80 წლიდან 84 წლამდე უკვე დაშლილი იყო აქტიურად პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრი. აღვადგინე მე და ზურა კობეშავიძე, ჩემი მეგობარია, ორველაში ერთად ვეროდით, დღეს აგერ პერის უკრავს, დიდი მუსიკოსია. აღვადგინეთ დირიჟორობდი იმ პერიოდში და რა თქმა უნდა თვითონ პოლიტექნიკური ინსტიტუტშიც ის პოპულარობა, თვითონ ორკესტრის პოპულარობა, ალბათ სიმღერების პოპულარობაზეც სიტყვას ამბობს. მე რაღაც ოჯახური მდგომარეობა, მამა დამეყუპა, რაღაც იძულებული ვიყავი ჩამოსული ვიყავი ქარალში, მაგრამ იმ ორკესტრის გარეშე მაინც ვერ შევძელი და დავბრუნდი 88 წელში. ისევ დაშლილი იყო ორკესტრი, ისევ აღვადგინე. ხოლო ახლა უფრო გაცილებით უფრო კარგი ნაკადი მოვიდა მუსიკოსებისა. უკრავდნენ ბიჭები, მშვენიერი ორკესტრი იყო. უფრო მეტი პოპულარობა იყო რამდენადაც ქალაქში კონცერტი თუ იყო ჩვენი ანშლაგზე იყო. მაგრამ მე 9 აპრილი მე კიდე ცოტა არალეგალური ფორმა მიეცა ამ სახეს, მოგიხსენებათ მაშინ რომ წლობით იკრძალებოდა თითქოს რაღაც ისეთი ხელშემშლელი პირობებიც ალბათ არ იყო. ერთხელ იყო ის მომენტი, რომ რეპეტიცია ჰქონდა და შემოვიდნენ და როგორ ხალხი დაიხოცა შარშან და წელს რაღაც ისეთი. ავდგა მე ისევ და თითქოს გამოსწორდა სიტუაცია, მაგრამ მე ხარ ბიჭებიც წამოვიდნენ და ამჟამად არ არსებობს ორკესტრი. ეს გპის ორკესტრი ასე. მიუხედავად იმისა, ის ბიჭები ერთმანეთს ურეკავენ, მეც მირეკავენ, როდის შეიძლება შევიკრიბოთ, არაფერი არ გვინდა, უკვე დამთავრებული აქვს ბიჭებს და უკვე პროფესიონალები არიან. არ ვიცი, როგორ იქნება. სურვილი არის. სურვილი არის კი. არის და ძალაც არის და იმხელა ძალაა, რომ ესე იგი თბილისის ელიტა შეიძლება არ დავარქვათ, მაგრამ ესე იგი თბილისის ყველაზე ახალგაზრდა კარგი მუსიკოსები იქ იყრიდნენ თავს და ეხლაც უნდა თუ რაღაცა იმიტომ დიდი ორკესტრი ფიზიკურად არ არის საქართველოში ჯაზ ორკესტრი. ირაკლი, რომელი უფრო ახლოს არის შენთან? ირაკლი კალმახელიძე როგორც კომპოზიტორი თუ შემსრულებელი? რა თქმა უნდა შემსრულებელი. მე არც კომპოზიტორებს იმართლა გითხრათ. წერ. არის რაღაცები შეიძლება ჩემთვის საინტერესო, შეიძლება სხვისთვისაც საინტერესო. არის სიმღერებია, ისე იგი მუსიკალური კომპოზიციებია, სხვისი თემებია აღებული და დამუშავებული მე ეს ჯაზური ინტერპრეტაციაში. ამასაც კომპოზიტორობა ქვია. ხო.
მაგრამ მაინც შემსრულებელი უფრო წინა დგას. ირაკლი, ბევრს მოგზაურობდი, ეს ცნობილია და როცა მუსიკოსი საზღვარგარეთ მიდის, ქართველი მუსიკოსი, ალბათ გარკვეული თავის შესაძლებლობის მაქსიმუმზე ზენიტზე უნდა იყოს. და ახლა ამ პერიოდი, ეს პერიოდი გავიხსენოთ ჩვენ მოგზაურობების ლამაზი ხანა, ალბათ მე ასე დავარქმევდი, ფერადი ხანა, როცა რაღაც ოცნებასავით გიხდება ქართველ მუსიკოს, მიდიხარ საზღვარგარეთ და ძვირფას სიტუაციაში ხვდები, როცა ასეთ დიდ ვირტუოზებთან გიხდება მონაწილეობა, მოღვაწეობა და აი მოდი ეს პერიოდი გავიხსენოთ. კი ბატონო. მაშინ დავიწყებ იმით, რომ როცა მუსიკოსი საერთოდ ხელოვანი საზღვარგარეთ მიდის, კარგაბრძანეთ თავისი შესაძლებლობის უმაღლესი უნდა გამოწვევს. მაშინ გავიხსენე, რომ მე ადრე ვცეკვავდი კიდევაც აგერ ილია რურუა მწერალი ჩვენთან ერთად მოგზაურობა და მას აქვს ორ წიგნში არის ჩვენი ანსამბლი მოცემული. ზღვის წიგნი ქვია ერთი დიდი რეგატა. იქ არის რომ მე შოკა ახალუკი და გოგოს კაბასკი წყალებით რაღაც იმითი კერავით დავიხმარე და შევკერე იმის გულისთვის რომ ქართული ცეკვა ყოფილი იყო იქ რაღაცა ისეთი ის პერიოდი გახსოვთ ალბათ Russian show ასე ეძახდნენ და რატომ Russian show და მაშინ უფრო ხოდია და იქ ყველა შესაძლებლობა გამოიგებს. უკვე ამ ხნის განმავლობაში 10-15 წელი არ მეცეკო და ერთი იმ შოუს მერე ორი კვირა ცერებზე კომპრესებს ვიდევდი. მაგრამ უძლებდი იმის გულისათვის რომ აი ეს ჩვენი მეჩვენებინა სახე ყოფილი. დიახ, რა თქმა უნდა. დანარჩენი ახლა თვითონ პროფესიულ შემოქმედებაზე რა თქმა უნდა. დღე-დაღამე უნდა იმუშაო, როცა საზღვარგარეთ მიდიხარ და იქაც რო ხარ, რომ ხვალინდელი შესრულებული დღევანდელი ჯობდეს და დღევანდელი გუშინდელზე უკეთესი იყოს. დიახ. ირაკლი, დღეს ხელოვანი ალბათ ყველაზე მეტად გრძნობს ცხოვრებისეულ დარტყმებს და ხომ არ დაიცალე? დაწვით არ მოგახსენოთ, მაგრამ უფრო სხვა საქმეების კეთება მიწევს ვიდრე ჩემი საქმის. ყველგან ასეა და ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. ყველანაირად შეზღუდულია ეს ცხოვრება იმით, რომ ყველამ თავის საქმე აკეთოს, რა თქმა უნდა. ახლა მხოლოდ აი დღეისათვის იმითი სულდგმულობ თითქოს, მაგრამ მომავალი წინ არის ოპტიმისტი ვარ. აგერ მეგობრები მყავს ჩვენთან აქ კარელში და რეპეტიციებს ვაკეთებთ, უკრავთ იმ მუსიკას, რომელიც ჩვენ გულისჩიას გაახარებს. აი თუნდაც აგერ რეპეტიცია იყო და იქიდან მოვდივარ ახლა. იქ ჩვენ თვითონ კომპოზიციებს ვაკეთებთ, აგერ მე დათო კუტანიძე რამაზი ბურმიშხანი კიდევ არიან კარელში ბიჭები, რომლებსაც ხვდები და მეკითხებიან ეს პასუხობ, ვისაც უხარია, ჩემთან ერთად უკრავს და ასე შემდეგ. დაცლით არ დაცლით. ალბათ დადგება ის დრო, როცა ის სავსე გადმოდინდება. ალბათ ესე რაღაცა სიახლისადმი გაქვს, ვთქვათ, ახალი შექმნა. უდავ. აგერ შვილები მეძება, მასწავლი მათ. ჩემი ვახო უკვე გრავს სალონზე, თინიკო. ფორტეპიანოზე ორი ამერია. პატარა თეონაც ცეკვავს. ცეკვის ინგლისში, მაგრამ ინგლისში ვიცი. მეუღლეც მუსიკა გვყავს. ძალიან კარგი. თავად ახსენე მეუღლე და მე მგონი მეუღლის დროც დადგა ნინოს რამდენიმე შეკითხვით მიმართოთ ოჯახური სიტუაციის შესახებ. კი ბატონო, ხოლმე ჩემს ვწვდი არაფერი. ნინო, ხელოვანი ხალხი ცოტა თავისებურნი არიან და ალბათ გარკვეულწილად რაღაც გარკვეულ სხვანაირ ყურადღებასაც საჭიროებენ. აი ამის გამო ირაკლისთან ხომ არ გექნებათ რაღაც პრობლემები ოჯახში? არა, პრობლემები ნამდვილად არა, იმიტომ რომ მე როცა ირაკლის გამყევი თავიდანვე შეგუებული ვიყავი, რომ ირაკლი მუსიკოსი იყო და მუსიკოსის გვერდზე უნდა მეცხოვრა. მაგრამ ერთი თავისებურება შეიძლება ვთქვა ალბათ როგორც ყველა ადამიანს, ირაკლისას თავისებური რაღაც ისეთი თვისება გააჩნია. გაბრაზებულიც რო არის, შეიძლება და გაბრაზებული იყოს იმ მომენტში, შეუძლია ამოვიდეს, ჩაიკეტოს ოთახში და გაუთავებლად უკრას.
აი საოცარი უცნაური თვისება აქვს. ხან მიფიქრიეთ ჩემთვის, რომ როგორ შეიძლება ადამიანი იყო გაბრაზებული, განერულებული და ამ დროს მუსიკით იყო დაკავებული. აი ერთ და იმავე დროს. რა ვიცი, ეს ალბათ აი სულიერია რაღაც სულიერ სიმშვიდეს პოულობს ირაკლი აი ამ თუნდაც იმ განერულებული როცა დამუხტულია რაღაცით აი ცხოვრების გამო იქნება თუ დღევანდელი პირობების გამო ვერ გეტყვით, მაგრამ აი ეს კი შემიძლია ვთქვა. შენთვის თუ შეუქმნია სიმღერა, აი საიდუმლოსავით გავიხიდით. სიმღერა? კი, სიმღერა შეუქმნია. ეს ახალი გაქორწინებულები ვიყავით. მახსოვს? მაშინ პატარა ერთი ლამაზი ლირიული სიმღერა გიტარაზე იმღერა. მე შორის მახსოვს როგორ არა? მახსოვს, მაგრამ ვერ ვიმღერებ ახლა. ეს ისე ვიწრო წრეში შემიძლია. შვილები გეზრდებათ და ხელოვნებისადმი სიყვარულს, რომელი უფრო მეტად უკვალავთ შვილებს გზას? ხელოვნებისადმი სიყვარულს, რა თქმა უნდა, მე ვერ დავიბრალებ ჩემ თავზე. იმდენად რამდენადაც ალბათ ეს უფრო უხერხული იქნებოდა, უფრო სწორად რომ მეთქვა, რომ მე უფრო მეც უკეთებ შვილებს. იმიტომ რომ ირაკლი სულით ხორცამდე ხელოვანია და მუსიკოსია, მაგრამ ვიტყვიან რაღაცა ბიძგი აუცილებლად ჭირდება და ეს ბიძგი ალბათ ჩემგან გამომდინარეობს ყოველთვის. აი სტიმული, რომ შვილებს აუცილებლად სისტემატიურად ჭირდებათ ყურადღება, რაღაცა წესრიგში მოყვანა ამ ხრივ. აი ეს უფრო ჩემზეა დამოკიდებული და ერთ პატარა კურიოზს გავიხსენებ თუ შეიძლება. ვახო მუსიკალურ სკოლაში გვინდოდა შეგვეყვანა. თვითონ ძალიან წინააღმდეგი იყო. არავითარი სურვილი არ ქონდა მუსიკის მიმართ. არც მე ნაუჩანდა თითქოს, არც ხმა. არადა ძალიან წუხდი, რომ უბრალოდ ირაკლის შვილი როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ მუსიკასთან ასეთი სიშორე ქონოდა. გენმაც არ შეაწუხა? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არ შეაწუხა. მაგრამ მე მაინც ჩემი გავიტანე და მუსიკალურ სკოლაში ვახო როგორღაც შევიყვანეთ, მაგრამ ესეც ამაო. ვახო ვერცით ვერაფრით ვერ დაუდო მონი ფორტეპიანოს. მაგრამ მოხდა საოცრება. და ალბათ ეს რაღაცა უფრო გენეტიკური ამბავია. სასულე ინსტრუმენტების მიმართ ძალიან დიდი სურვილი და ინტერესი გამოამჟღავნა ბავშვმა და ძალიან მალე შეისწავლა. დაეუფლა ძალიან მალე. ისე რომ დღეს მამის სკოლას მიყვება მე მგონი ჩემი პატარა ვახო. აი შემიძლია გითხრათ. მოდი.